ოდესაზე მიტანილ რუსულ სარაკეტო იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 10. ღამით საპორტო ქალაქზე მიტანილი მორიგი დარტყმა კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევით დასრულდა. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ქვეყანას 130 დრონითა და 10-მდე რაკეტით შეუტიეს. დარტყმა იყო უკრაინის სამხრეთით მდებარე ზაპორიჟიეზეც. საკუთარ სახლში დაიღუპა 3 ადამიანი. მათ პოვნას წინ ხანგრძლივი სამაშველო ოპერაცია უძღოდა. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მთავრობის მუდმივი განცხადებების თანახმად, მათი შეერაღებული ძალების სამიზნე უკიდურესად სამხედრო ინფრასტრუქტურაა. ყოველ დღე ზუსტად ერთსა და იმავე დროს იწყება მართვადი რაკეტების საფრთხე. შუადღის 4 საათიდან დაახლოებით 5:30-მდე ირთვება სიგნალი და რუსები იწყებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. არასამხედრო სამიზნეების, არამედ ხალხის. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ აწარმოებენ ომს. ცდილობენ ჩვენ შეშინებას, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. ბოლოს და ბოლოს ჩვენ უკრაინელები ვართ. ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობდით და გავაგრძელებთ ცხოვრებას. ძლიერი რუსული იერიშების ფონზე კიევს მიმავალი ბრიტანელი პრემიერი კირ სტარმერი სტუმრობდა. მან ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებაც ისაუბრა. მისთვის შვედური გამანადგურებლების გრიპენების მიწოდების მიზნით, რათა ომში მყოფმა ქვეყანამ საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა უკეთ შეძლოს. პოლიტიკური კარიერის დასრულების წინა დღეს კირ სტარმერმა უკრაინის მიმართ თბილი სიტყვებიც არ დაიშურა. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკისადმი არის ის, რომ გაერთიანებული სამეფო სადგურება უკრაინისადმი არ შეიყრება. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ამის შემდეგაც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანამდებობიდან წასვლისას პრეზიდენტ ზელენსკისთვის ეს მეთქვა. მე მჯერა, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს. ვფიქრობ, რომ ბოლო 6 თვე ნამდვილად გარდამტეხი პერიოდი იყო, რადგან კონფლიქტის დასაწყისში ყველა ვარაუდობდა, რომ რუსეთი რამდენიმე კვირაში გაიმარჯვებდა. ახლა უკვე ომის მეხუთე წელია და ამ დროის განმავლობაში მოხდა ის, რომ უკრაინამ წელს ფრონტზე უკუგდება დაიწყო და წინააღმდეგობის გაწევა გააძლიერა. ისინი ალბათ ყველაზე ეფექტური საბრძოლო ძალა არიან ევროპაში. ასე რომ ისინი ამ კონფლიქტში გაიმარჯვებენ. მე მას მადლობა გადაუხადე ყველა ჩვენგანის, მთელი ჩვენი ქვეყნის სახელით, მისი ლიდერობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. დღეს გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთისგან ახალი თავდაცვის პაკეტი მივიღეთ. 300 მილიონი ევრო იმისთვის, რომ გრიპენების ჩვენს ცაში ოპერატიულად დამოქმედება უფრო სწრაფად მოხდეს. ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ასევე კარგი შეხვედრა გვქონდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა. თურქეთი ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ხელი შეუწყოს ლიდერების დონეზე შეხვედრის გამართვას ამ ომის დასრულების მიზნით. ყოველდღიურად ჩვენ სრულად ვართ ჩართული საერთაშორისო დონეზე, რათა უზრუნველყოთ, რომ უკრაინამ მტკიცედ იდგეს და კვლავ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თავდაცვამ მშვიდობამდე მიგვიყვანოს. ნამდვილ მშვიდობამდე, ღირსეულ მშვიდობამდე, გარანტირებულ მშვიდობამდე. პარალელურად 117 მოგერიებულ უკრაინულ დრონზე იუწყება მოსკოვი. უკრაინა უტევს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს შავ ზღვაშიც. სამიზნეებს შორის მოხდა 2 ტანკერი, რომლებიც უკრაინული სანქციების ქვეშ ცურავდნენ და სატრანსპორტო საწვავი გადაჰქონდათ.